ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლახან აღმოაჩინა ჩინეთის საიდუმლო ვაჭრობა ირანის შავ ფლოტთან და ეს მას შემდეგ გაიგეს, რაც ძლიერმა ამერიკულმა საზღვაო ძალებმა მეორე ირანული გემი დააკავეს და შეამოწმეს. რაც ახლა გამოაშკარავდა, ეს უბრალოდ კიდევ ერთი დაკავება ზღვაში არ არის. რაც გამოჩნდა ამ ოთხშაბათს 2026 წლის 22 აპრილს იყო უფრო ნათელი სურათი იმ მექანიზმისა, რომელსაც ვაშინგტონი უკვე რამდენიმე დროად ცდილობს გამოავლინოს. პენტაგონის თქმით, ეს არის ეგრეთ წოდებულ ირანის შავი ფლოტი. ჩინეთი კვლავ მოქმედებდა ყურადღების მიღმა, რათა ნავთობი და მგრძნობიარე ტვირთი მოძრაობაში შეენარჩუნებინა. და ჩინეთი ამ მარშრუტის ცენტრში ჩანს. ამ სრულების ყველაზე ძლიერი ნიშანი იყო გემ თიფანის შეჩერება ბენგალის ყურეში, ოპერაციაში, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა განიხილა როგორც გლობალური შეტევის ნაწილი ირანის რეჟიმის ფარული მომარაგების შესაჩერებლად. აქ საქმე მარტივად გასაგებია. ვაშინგტონი ამბობს, რომ საქმე მხოლოდ ერთ გემს არ ეხება, არამედ მთელ ფარულ სავაჭრო დერეფანს. თიფანი დაკავშირებულია 1,9 მილიონი ბარელი ირანული ნავთობის გადაზიდვასთან, რომელიც 6 აპრილს კარგის კუნძულზე ჩაიტვირთა და ჩინეთისკენ მიემართებოდა დაკავებამდე. იგივე წყარო მიუთითებს, რომ პენტაგონმა დაიწყო ღიად საუბარი იმაზე, რომ იდევნებს გემებს, რომლებიც ირანს მატერიალურ მხარდაჭერას უწევენ მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში და არა მხოლოდ სპარსეთის ყურის მახლობლად. ვინ ჩნდება ამ წრეში? ერთი მხრივ ირანის რეჟიმი, რომელიც ნავთობზეა დამოკიდებული შემოსავლის შესანარჩუნებლად სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლის პირობებში. მეორე მხრივ ჩინეთი, რომელსაც ენერგეტიკული ბაზრის წყაროები უკვე ასახელებდნენ ირანული ნავთობის ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებად. კარგის კუნძული, საიდანაც ტიფანი სავარაუდოდ დატვირთული გამოვიდა. ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% უზრუნველყოფს და როიტერსის აღწერით ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წერტილს ირანული ნავთობის ჩინეთში გადინების მნიშვნელობის გამო. ეს ხელს უწყობს ახსნას, რატომ არის ამ მარშრუტზე ეჭვი ასეთი მძიმე. აქ საუბარი არ არის მეორე ხარისხოვან ოპერაციაზე, არამედ ეკონომიკური გადარჩენის მნიშვნელოვან ღერძზე. როდის გაძლიერდა ეს? თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია. 12 აპრილს ცენტკომმა გამოაცხადა, რომ 13 აპრილიდან დაიწყებდა ირანის პორტებში შემოსული და გამავალი საზღვაო მოძრაობის დაბლოკვას. შემდეგ 19 აპრილს შეერთებულმა შტატებმა არაბეთის ზღვაში ტვირთმზიდი ტოსკა შეაჩერა. 21 აპრილს ბენგალის ყურეში ტიფანის შეჩერების შესახებ დადასტურება მოვიდა. რამდენიმე დღეში ზეწოლა ჰორმუზის სრუტის უშუალო მიმდებარე ტერიტორიიდან ინდოეთის ოკეანისა და აზიის სხვა მარშრუტებზე გავრცელდა, რაც ნათლად აჩვენებდა, რომ ამერიკის გზავნილის გზავნილი იყო უკანონო ვაჭრობის ჩახშობა იქ, სადაც ის გამოჩნდებოდა. როგორ მუშაობს ეს ქსელი ამერიკული სანქციების მიხედვით? დაბნეული მარშრუტების შერევით, გემებს შორის გადატანით, თვალთვალის მანიპულაციით ან გამორთვით, ასევე დროშისა და ოპერაციული იდენტობის შეცვლით. აშშ-ის ხაზინა უკვე 2024 და 2025 წლიდან ამბობდა, რომ ირანი იყენებს გემებისა და კომპანიების ფართო სტრუქტურას ნავთობის გადასატანად. ფარული გზით, მათ შორის ყალბი დოკუმენტებითა და ოპერაციებით სინგაპურისა და მალაიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტიფანის შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წელს მიუთითა, რომ გემმა ირანული ნავთობი ჩაიტვირთა ოპერაციებში გემებს შორის და ჩაატარა ფარული საქმიანობა სინგაპურის მახლობლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის რაც ახალ ამბებში ფეთქავს, გუშინ არ დაბადებულა. ეს არის ძველი მექანიზმი, რომელიც ვაშინგტონის თქმით უბრალოდ გამჟღავნდა. აქ იწყება ამ ისტორიის ყველაზე მძიმე ნაწილი. ტოსკა, რომელიც რამდენიმე დრით ადრე დააკავეს, ცოტა ხნის წინ ჩინეთსა და მალაიზიაში იმყოფებოდა, სანამ ირანის ბანდარ აბასის პორტისკენ გაემართებოდა. სენტეკომმა გაავრცელა ოპერაციის ვიდეო და განაცხადა, რომ გემი საათობით გაფრთხილების შემდეგ გააჩერეს, ხოლო საზღვაო ქვეითები მასზე USS ტრიპოლიდან გადავიდნენ. როიტერსის გამოძიებამ აჩვენა, რომ ამ გემის ტვირთი სავარაუდოდ ორმაგი დანიშნულების ნივთებს მოიცავდა, ანუ მასალებს, რომლებსაც როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო დანიშნულებით იყენებენ. ეს დეტალი ცვლის პრობლემის მასშტაბს. საქმე აღარ ეხება მხოლოდ ნავთობის შემოსვლასა და გატანას, არამედ მიუთითებს მიმოსვლის სტრატეგიულ ნაკადზე თეირანისთვის, სადაც ჩინეთი ვაშინგტონისთვის უფრო შემაწუხებლად ერთვება პროცესში. პირველ რიგში როგორც ირანული ნავთობის სავარაუდო დანიშნულების ადგილი, რომელიც კვლავ ცდილობდა ალყისგან თავის დაღწევას. მეორე მხრივ, როგორც ხშირი წერტილი შეჩერებული გემების მარშრუტებზე. მესამე, რადგან პეკინმა ტოსკას დაკავებაზე რეაგირება მოახდინა, მეტი მოლაპარაკებები მოითხოვა და შეშფოთება გამოხატა ესკალაციის გამო. ეს რეაქცია თავისთავად ბრალეულობას არ ამტკიცებს. მას სომადა აუ ისტორიკულ ირანული ნავთობი ჩადის ჩინეთის ბაზარზე.
და ის ფაქტი, რომ შეჩერებული ხომალდები დაკავშირებულია მარშრუტებთან ჩინეთს, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და ირანს შორის აძლიერებს ეჭვს. ეს იყო მთავარი, რაც პენტაგონს სურდა ეჩვენებინა. არსებობდა ვაჭრობა, რომელიც არ იყო გამჭვირვალე, არ იყო ნორმალური და შემთხვევითიც არ ჩანდა. რატომ არის ეს ახლა ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ირანს არ სჭირდება ღია ბრძოლაში გამარჯვება, რომ არსებობა გააგრძელოს. საკმარისია ფულის შემოსვლა, ნავთობის გატანა და მასალების შემოსვლა გაგრძელდეს. ამერიკის ხაზინამ უკვე განაცხადა, რომ ასეთი ქსელების მეშვეობით მილიარდობით დოლარის ირანული ნავთობი გაიყიდა და ამ ფულის ნაწილი რევოლუციურ გვარდიას მოხმარდა. როცა ვაშინგტონი ჩრდილოვან ფლოტს უმიზნებს, რეალური სამიზნე მხოლოდ ზღვაში მყოფი გემი კი არა, არამედ რეჟიმის ფულადი წყაროა. და თუ ჩინეთი ჩდება როგორც მყიდველი, ლოგისტიკური რგოლი ან საბოლოო დანიშნულების ადგილი, დაპირისპირება აღარ არის მხოლოდ ვაშინგტონსა და ირანს შორის და მას გაცილებით დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ალქის შეგრძნებას აძლიერებს. Associated Press-მა დააფიქსირა, რომ პენტაგონმა ტიფანი გლობალური გაფრთხილების ნაწილად მიიჩნია. საერთაშორისო ცხლები არ იქნებოდა თავშესაფარი სანქცირებული გემებისთვის, რომლებიც ირანს უჭერენ მხარს. ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების სტრატეგია აღარ შემოიფარგლება ჰორმუზის სრუტით. ეხლა ხაზია მთელი ქსელის დევნა, მათ შორის საზღვაო მარშრუტებშიც, რომლებიც ადრე თითქოს შორს იყო კრიზისის მთავარი ფოკუსისგან. როდესაც გემი შეჩერდება ბენგალის ყურეში და მეორე დაიკავება არაბეთის ზღვაში, გზავნილი პირდაპირია. ნადირობა ლოკალური არ არის, ის გლობალურია. ამ ყველაფრის ფონზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბარი პრაქტიკაში ძალას კარდავს. მაშინ როცა პაკისტანის მედიაცია ცდილობდა დიალოგის შენარჩუნებას, სხვა სურათს აჩვენებდა. საზღვაო ბლოკადა, შეჩერება, გემის დაკავება და მზარდი ზეწოლა ირანთან დაკავშირებულ ნებისმიერ მარშრუტზე. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა უარი თქვა მოლაპარაკებებზე ზეწოლის პირობებში და ბლოკადა იძულებაც შეაფასა. მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი სხვაა. შეერთებულმა შტატებმა მოქმედება დიპლომატიური გადაწყვეტის მოლოდინის გარეშე დაიწყო. მათ ჯერ მოქმედება დაიწყეს, რათა შეეჩერებინათ მიმოქცევა, ეჩვენებინათ ძალა და გამოეჩინათ მექანიზმი, რომელიც მათი თქმით ირანულ ნავთობს, ფარულ გემებსა და ჩინურ ინტერესებს აერთებდა. საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ასეთია: რატომ? რადგან ეს საიდუმლო ვაჭრობა პრაქტიკაში ირანის რეჟიმის გადარჩენის სარქველად იქცეოდა სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლის პირობებში. რადგან ტვირთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთი კვლავაც საკვანძო რგოლია იმ ბაზარში, რომელიც ირანულ ენერგიას ითვისებს. და რადგან ვაშინგტონისთვის ამ ქსელის მუშაობის დაშვება ნიშნავს თეირანს ფინანსური და ლობისტიკური ჟანგბადის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა, სანამ ის მოლაპარაკებებს აწარმოებს, იხებს უკან, ემუქრება და დროს იგებს. ის, რაც პენტაგონმა ეხლა სცადა ეჩვენებინა, არის ის, რომ ომი მხოლოდ რაკეტებით, თვითმფრინავებით და სამხედრო გემებით არ შემოიფარგლება. ის ასევე გადის შეუმჩნეველი ნავთობის ტანკერებით, რადარზე წაშლილი მარშრუტებით და ტვირთებით, რომლებიც ჩვეულებრივი ვაჭრობის სახით გადის, მაგრამ შეიძლება ალყაში მყოფი რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურებოდეს.